მოგესალმებით, მე ვარ GetKuzinis ადმინისტრატორი და ვიდეო გაკვეთილში გასწავლით ერთ-ერთი პრობლემის მოგვარებას Counter Strike-ის შესახებ. ეს პრობლემა ხშირად ბევრს აქვს. პირველ რიგში დაგვრჩება ჩვენ ესეთი პროგრამა, გაჩვენებთ ჯერ კიდევ რა errors აგდებს ხოლმე ზოგჯერ. აი ალბათ ხედავთ available memory less than 15 MB-ია. აი როგორც ხარ ესეთ errors აგდებს ხოლმე. ამისთვის ჩვენ დაგვრჩება ერთი პროგრამა, რომელსაც მე ვიდეოს ავსად მოვაყოლებ. სახელად ქვია ამას Hello for X16. ხსნით პირველ რიგში Counter Strike 1.6 და აქ მოვზებნით Hello-ს. რა თქმა უნდა, მეც მქონდა ეს პრობლემა, ზოგ Windows-შიც აქ მქონდა ეს პრობლემა. აი ამას ძველ Hello.dll-ს წავშლით, მე აღარ წავშლი, იმიტომ რომ უკვე ახალი Hello.dll-ი მაქვს. თქვენ ძველ Hello.dll-ს წაშლით და ახალს აი ამას ესე ჩააგდებთ აქა. ამის შემდეგ აღარ ამოგდიდებთ აი ამ errors. დღეისთვის სულ ეს იყო, თუ რამე ვერ გაიგეთ, შემოგძანით საიტზე GetKuzinis და წერეთ ხოლმე კომენტარის საკითხი, მომთ ყურადღებისთვის ნახვამდის.